მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო ჩანაწერი არის 9 თებერვლის ვებინარის ყოველდღიური სტრესის მართვა სომატური გამოცდილების ტექნიკების გამოყენებით მოკლე ვერსია. ვინც დაესწარით ამ ვებინარს, ალბათ გახსოვთ, რომ დაგკვირდით, რომ გამოგიგზავნიდით ვიდეო ჩანაწერს. სამწუხაროდ ამას ვერ მოვახერხებ, რადგანაც ვიდეო ჩანაწერში არის ძალიან ბევრი ხარვეზები და გადავწყვიტეთ ხელახლა მოკლე ვერსია ჩაგვეწერა. პირველ რიგში ვისაუბრებ თეორიულ ნაწილზე და შემდეგ უკვე მოგაწვდით სავარჯიშოებს. როგორც გახსოვთ, 4 სავარჯიშო განვიხილეთ და 4-ვე სავარჯიშოს ჩავწერთ იმისათვის, რომ გქონდეთ საშუალება განიხილოთ ეს სავარჯიშოები. მაშასე დავიწყოთ ტრამვით და შემდეგ გადავიდეთ სტრესზე. რა არის ტრამა? ყველაფერი, რაც სიცოცხლისათვის საშიშად აღიქმება, რომლის დროსაც ჩვენ ვერ ვიცავთ საკუთარ თავს. ყველაფერი, რაც ძალიან ბევრია, ან ხდება ძალიან მალე, ან ძალიან სწრაფად მოცემულ მომენტში, რაც ჩვენში ფიზიოლოგიურ ან ემოციურ ინტეგრირებას აფერხებს. ანუ მის შედეგად ნერვული სისტემა გადატვირთული ხდება. ასევე შეიძლება ტრამვირება მოხდეს, როცა მოვლენა ძალიან ცოტაა. სიღარიბე, შიმშილი, ან ხდება ძალიან ნელა სამედიცინო დახმარება, ფსიქიატრული დახმარება, მეტყველების თერაპია ჭირდებოდა ბავშვთან, ნელა მიდის დახმარების პროცესი. ან როცა ძალიან დაგვიანებულია, სექსუალურ ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და არავინ არ იყო, რომ ბავშვი დაეცვა. იმ მომენტში სოციალური სამსახური გვიან ჩაერთო და ასე შემდეგ. სწორედ ამ დროსაც აქვს ადგილი ნერვულ სისტემაში გადატვირთულობას და ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ხდება ბავშვის ან მოზრდილის, ვინც გადის ამ მდგომარეობას, ტრამვირება. ეს ყველაფერი მცირედი მასშტაბებით შეიძლება აისახოს ყოველდღიურ სტრესში. სამსახურში მაგვიანდება, საცობში ვარ გაჭედილი, პრეზენტაციის დროს ვშფოთავ, გამოცდის დროს ვშფოთავ, არა მაქვს საკმარისი ხელფასი, მეზობელმა ჩემს შინაურ ცხოველს შეურაცხყოფა მიაყენა და ასე შემდეგ. ეს პატარ-პატარა სტრესები შეიძლება დაგროვდეს და ქრონიკულ სტრესში გადაიზარდოს, რომელთანაც გამკლავება ან მე მიჭირს, ან და შეიძლება საერთოდ არ გამაჩნია ამისი უნარი და გადადის უფრო მძიმე ტრამატულ მოვლენაში. რა ხდება ამ დროს ნერვულ სისტემაში, ხო? რა ხდება ამ დროს ჩვენს სხეულში? როგორც იცით, ნერვული სისტემა შედგება ორი ნაწილისგან, ცენტრალური ნერვული სისტემა და პერიფერიული ნერვული სისტემა. სწორედ ამ პერიფერიული ნერვულ სისტემაში ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელსაც აქვს ორი ნაწილი, სიმფათიური და სიმფათიური ნაწილი. სიმფათიური ქართულად ნაწილი ემსახურება აქტივაციას, ხო? ხდება აგზნება, აქ ხდება შებრძოლების და გაქცევის რეაქცია. ხოლო რაც შეეხება პარასიმფათეტიკურ ნაწილს, ეს არის დამშვიდება, დაწყნარება, ამ დროს ხდება ორგანიზმის მოდუნება, საჭმლის მონელების სისტემები ფუნქციონირებს ესევე, სუნთქვა ნელდება და ასე შემდეგ. ნერვული სისტემა, როგორც გახსოვთ, 9 თებერვლის ვებინარზე ვილაპარაკეთ, რომ ხდება
ნერვულ სისტემაში ხდება აქტივაცია და დეაქტივაცია, ხო? დაახლოებით აი ესეთი კლაკნილი ხაზი არის, თუ წარმოიდგენთ, ესე იგი აქტივაცია სიმპათიკური მოქმედებს და დეაქტივაცია პარასიმპათიკური მოქმედებს. ეხლა სტრესის ეფექტურად მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც იცით, რადგანაც არანამკურნალები, ტრავმა და სტრესი იწვევს სხვადასხვა ფიზიკურ და ფსიქიკურ დაავადებებს, ხო? ეს თავისთავად უზარმაზარი საკითხია, რომელსაც ჩვენ დღეს ვერ განვიხილავთ, ამაზე შეგვიძლია ცალკე ვებინარი მოვაწყოთ. სომატური გამოცდილების მეთოდების გამოყენების დროს სიჩქარე, რომლის დროსაც ხდება მოვლენა ამ დროის ნაკლებობა პირიქით, რომ ადამიანი ეფექტურად რეაგირებდეს მასზე, სწორედ ეს იძლევა საყრდენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მკურნალობა. სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი პირველ რიგში პროცესს ანელებს. და დღეს ამას ნახავთ რამოდენიმე პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულების დროს. მაგრამ სანამ სავარჯიშოზე გადავიდოდეთ, მინდა გავმარტო ზოგიერთი სომატური გამოცდილების ტერმინები. პირველ რიგში თვითრეგულირება. რა არის თვითრეგულაცია ან თვითრეგულირება? თვალყურის დევნება ან ჩემი შინაგანი მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა. შიგნით წასვლა ან შიგნით შესვლა. ასევე ჩემი გამოწვევების, ტრიგერების ამოცნობა. იმის შენიშვნა, როდესაც თავს გადატვირთულად ვგრძნობ. ნებისმიერი სახის ძალიან ბევრი სტიმულაცია და ასე შემდეგ. იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდე ჩემს ყველაზე ფუნქციურ, კომფორტაბელურ დიაპაზონს. ბუნებრივი, თანდაყოლილი აგზნება, აქტივაცია და დამშვიდება. დეაქტივაცია, აი ამ აქტივაცია, დამშვიდება, რითმის აღდგენა. ნერვულ სისტემაში აქტივაციის ან აგზნების განმარტება შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ. ნებისმიერი ძლიერი ფიზიოლოგიური ან ემოციური რეაქცია, რაც იწვევს ნერვულ სისტემაში გააქტიურებას. ეს შეიძლება გამომჟღავნდეს თქვენი აჟიტირებული ან უკიდურესად დათრგუნული მდგომარეობით, როდესაც სისტემა მთლიანად გამორთულია. როგორ გავიგოთ, როდის ვართ ფუნქციურ დიაპაზონში? ან ჩემი გამძლეობის მედეგობის სპექტრში. წარმოიდგინეთ გამძლეობის მედეგობის სპექტრი, თუ გახსოვთ, აი ეს კლაკნილი ხაზი აქტივაცია დეაქტივაციის დროს, აი ეს არის ნორმალური ფუნქციონირება ნერვული სისტემის, ხო? აი ზუსტად ეს არის, აი ხელით გიჩვენებთ, დიაპაზონი, ხო? გამძლეობის, ანუ მედეგობის დიაპაზონი. ამ დროს ჩემი სისტემა მოდუნებულია, მაგრამ ხიზლად რჩება, ხო? მაინც ხიზლად არის. მე შემიძლია სრულიად განვიცადო ახლანდელი მომენტი, მე ვხდები დაკვირვების მოწმე, მე შემიძლია ნერვული სისტემის მუხტის დამუშავება, პროცესირება, ყოველგვარი გადატვირთვის, კომპენსაციის ან სრულიად გამორთვის გარეშე. მე ვინარჩუნებ ცნობის მოყვარეობა, შემიძლია სადანადოდ რეაგირება გარემოზე. მე სხვებთან კავშირის დამყარების უნარი მაქვს და ასევე ჩემს სხეულის გაცნობიერების, შეგრძნების უნარი. ანუ ჩემს სხეულთან კავშირის უნარი გამაჩნია. რესურსები. რა არის რესურსირება? რესურსები. რესურსირება არის სტაბილიზაცია და ის, რომ დაეხმაროთ კლიენტს გახდეს ტოლერანტული და შეძლოს დაამუშავოს უაღრესად აქტივირებადი გამოცდილება გადატვირთვის გარეშე. რესურსირების
რესურსების პოვნის მიზანი არის დაეხმაროთ კლიენტს, დაიმახსოვროს ტრამული მოვლენის დადებითი ასპექტები, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რწმენა, მნიშვნელობა და სიტუაციის გამოცდილება. კიდევ რამოდენიმე სომატური გამოცდილების ტერმინი მინდა გაგაცნოთ. სომატურ გამოცდილებაში ხშირად ვიყენებ შეგრძნებებზე დაკვირვებას, როცა ვლაპარაკობთ შეგრძნებებზე, გულისხმობთ სხეულებრივ შეგრძნებებს. და ბოლოს ორიენტირება, ან ორიენტაცია, ხო? რას გულისხმობთ? ამაში გულისხმობთ გარემოს დაკვირვება, თქვენს გარემოს დაკვირვება და ამ გარემოში ორიენტირება, ანუ ადაპტირება. გარემოს მიმართ ადაპტირება. ეს არის სულ რაც ტერმინებზე მინდოდა მეთქვა. ეხლა თუ მზად ახართ, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ სავარჯიშოებზე. სანამ გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ, რომ სავარჯიშო დაახლოებით 10-15 თითოეული სავარჯიშო 10-15 წუთით გრძელდება. სავარჯიშოს მერე 5 წუთი დაეთმობა უკუკავშირს, როგორც ვებინარის დროს თუ გახსოვთ. რა თქმა უნდა, ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მე გირჩევთ, რომ ჩაიწეროთ თქვენი უკუკავშირი. ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. შემდეგ შეგიძლიათ მოგვიანებითაც გადახედოთ, ხო? ამ უკუკავშირს. თუ ჩაწერა არ გსურთ, მაშინ მოიაზროთ ეს უკუკავშირი, რამოდენიმე წუთი გამოყოთ სავარჯიშოს მერე და მოიაზროთ ეს უკავშირი თქვენთვის. პირდაპირ არ გადახდეთ მეორე სავარჯიშოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის.